სილამაზე გრძელდება ჩვენს სტუდიაში, რომელსაც ტრადიციულად თავის არაჩვეულებრივ რუბრიკაში მუსიკის დრო წარმოგიდგენს ჩვენი უმშვენიერესი, ულამაზესი, უნეჭიერესი ანი კეკულა. თავის არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. ჯონი დალი, ნამდვილად. დღევანდელი ჩემი რუბრიკის თემა იქნება კლასიკური მუსიკა, კერძოდ კი ვისაუბრებთ როგორც სიმფონიურ, ისევე საგუნდო მუსიკაზე და მინდა რომ მოკლე მიმოხილვა გავაკეთო მანამდე. სიმფონიური მუსიკა მოგეხსენებათ ყველას და სიმფონიური მუსიკალური ნაწარმოებები განკუთვნილი არის ორკესტრისთვის შესასრულებლად, ხოლო საგუნდო მუსიკა, რომელიც გახლავთ ვოკალური მუსიკის ჟანრი, იგი სრულდება აკაპელაში ან ინსტრუმენტალის თანხლებით. სწორედ ამ მუსიკის პოპულარიზაციას და არა მხოლოდ ამ მუსიკის, არამედ ისეთი მუსიკალური ჟანრების, როგორიც არის ჯაზი, ფოლკლორი და სხვა, ახერხებს ერთი ძალიან კარგი ფესტივალი, რომლისთვისაც მნიშვნელობა აქვს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე კომპოზიტორთა შემოქმედებასა და ასევე ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას. ფესტივალის სახელწოდება გახლავთ შემოდგომის თბილისი, რომელიც 33 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი არის და იგი დაარსდა 1993 წელს. ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ კულტურის ცენტრში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ, ხოლო მისი სულისჩამდგმელი კი გახდათ, რა თქმა უნდა, ჯანსუღ კახიძე. ფესტივალი დღეს გვთავაზობს 10 საკონცერტო პროგრამას, რომელიც პრინციპში დაწყებული არის 14 სექტემბერს დაიწყო ფესტივალი და გრძელდება 26 ოქტომბრამდე. დღეს კი ჩემს სტუდიაში წარმოდგენილი მყავს ჩემთვის უსაყვარლესი, შემიძლია ვთქვა, რომ მუსიკალურ სფეროში ჩემთვის ყველაზე საყვარელი მუსიკოსი ზვიად ბოლქვაძე გახლავთ ჩემთან ერთად, რომელიც გახლავთ აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი და არჩილ უშორიძე, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის მთავარი ქორმაისტერი. მოგესალმებით ძირფასება, ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემთან ხართ სტუდიაში და რუბრიკის ფარგლებში ვისაუბრებთ ამ საინტერესო თემებზე. მინდა რომ პირდაპირ გადმოვიდე კითხვით და საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ალბათ საერთოდ მნიშვნელობა რომ თქვათ სიმფონიური მუსიკისა და საგუნდო მუსიკის დღევანდელ ქართულ მუსიკაში ასე ვთქვათ. კლასიკური მუსიკის ეს ორი დიდი ჟანრი ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ ჩვენ საშემსრულებლო და საკომპოზიტორო სივრცეში, სხვა დანარჩენ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ჟანრთან ერთად. თქვენ ალბათ იმიტომ გამოყავით ეს ორი ჟანრი, რომ სწორედ მათ უკავიათ მთავარი ადგილი ლევანდელ ფესტივალში. ხოლო განსაკუთრებით აი საგუნდო მუსიკაზე შეიძლება გადავიდეთ პირდაპირ, ვინაიდან ის კონცერტი, რომელზეც ალბათ უნდა ვილაპარაკოთ, რომელიც 3 ოქტომბერს გაიმართება, ხო? დიახ, რომელშიც აი ეს ორი გუნდი მონაწილეობს, აფხაზეთის კაპელა და სახელმწიფო კაპელა. სწორედ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მე-20 და 21 საუკუნის ბოლოსა და 21 საუკუნის კომპოზიტორები იქნებიან წარმოდგენილი, გარკვეული ნაწარმოებების პრემიერად შედგება და ასევე ისეთი ნაწარმოებები შესრულდება, რომლებიც იშვიათად აღჟღერებულა ჩვენ სივრცეში. თვითონ ფესტივალი ჩვენი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ასეთი ბევრი კონცერტისგან შედგება და ყოველთვის წარმოჩინდება ხოლმე ძალიან მაღალი ხარისხით, მაღალი საშემსრულებლო დონით, როგორც ქართველი, ასევე საზღვარგარეთელი მუსიკოსების მიერ. ბატონო, მოდით ისიც ვთქვათ, ახალგაზრდა თაობისთვის მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ თუ რატომ არის ეს საგუნდო მუსიკა, რას ავითარებს კონკრეტულად, რომ მე ვფიქრობ, რომ მოთხოვნა დღევანდელ დღეს უფრო მეტი და მეტი არის ხოლმე, ხო, ახალგაზრდებისგან და ინტერესი. ალბათ ასე ჩანს, იმიტომ რომ აი ზოგადად დამეთანხმება ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალგაზრდული გუნდი შეიქმნა. ამის კონკრეტული მიზეზები არ ვიცი, შორს აგვიყვანს, მაგრამ როგორც ჩანს დაინტერესებული არის ჩვენი ახალგაზრდაობა, როგორც შემსრულებლობით, იქნება ეს სტუდენტური გუნდები თუ რაღაც გარკვეული ესეთი მოყვარული ახალგაზრდები და მასკარაა, რომ თვითონ მსმენელიც გაახალგაზრდავდა. ალბათ თავიანთ თანატოლებს უსმენენ, მეგობრებიც არიან, მაგრამ ძალით ვერ მოიყვან ამ ხალხს და ამავე დროს თვითონ კომპოზიტორებიც მიხვდნენ, რომ ეს ჟანრი არ უნდა იყოს ისეთი სტატიური, როგორიც იყო მე-20 საუკუნის რაღაც დასაწყისიდან, შუიდან, ადრეულ პერიოდში. თვითონ რეპერტუარმაც შეიძინა გარკვეული მობილობა, გუნდებიც საერთოდ დააკვირდებით კონცერტებზე, ცდილობენ, რომ რაღაც გარკვეული
მოძრაობები შეიტანონ არა მარტო შესრულების დროს, არამედ სხვადასხვანაირად დაადგნენ და ეს წმინდა აკუსტიკური მრავალფეროვნებად შეიტანონ თავიანთ ასე ვთქვათ შემსრულებაში. და მეორე მხრივ კომპოზიტორები ცდილობენ რომ აი ეს მუსიკა, საგუნდო მუსიკა უფრო თანამედროვე მსმენელისთვის საინტერესო და ახლობელი გახადონ. მე ვფიქრობ, როგორც მსმენელის პოზიციიდან უფრო მოქნილი გახდა ნამდვილად ეს ყველაფერი და საინტერესო არის ამითაც და ახალგაზრდებს შემიძლია უთხრა, რომ მე მგონი ავითარებს განსაკუთრებულად საგუნდო მუსიკა რაღაცნაირად მუსიკალურ ხედვას, მეხსიერებას და რაღაცა მათემატიკური ყველაფერს თავი დავარნებოთ ეს გუნდურობის პრინციპი, რომელიც თვითონ სიმღერის დროს, რეპეტიციის და კონცერტის დროს ამის გარეშე შეუძლებელია. მე ეს შენ გივითარებს, იქ ხო არა მარტო მუსიკოსები დგანან, სხვადასხვა პროფესიაში, აი ამ გუნდურობის მომენტს, ზოგადად აი ესეთი სოციალურ ურთიერთობებს აბამს და მეგობრობას აჩენს და ეს ძალიან ბევრ ასე ვთქვათ სიმწყეში გადის. სხვა სიღრმეებია და მსმენის კულტურაც გჭირდება შესაბამისად. ზვიათთან მინდა გადავიდე კითხვით პირდაპირ, ფესტივალის ფარგლებში მოდი გითხარი, რა ნაწარმოებს შეასრულებთ და საგუნდო მუსიკა იქნება ხა? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ჩემთვის და აფხაზეთის კაპელისთვის მართლა ძალიან დიდი პატივია, რომ ვღებულობთ ამ ისტორიულ ფესტივალში მონაწილეობას და უცბელი მადლობა მინდა უთხრა ბატონ ვახტანგ კახიძის, რომ შემოგთავაზა და ვემზადებით მთელი გულით და სულით შესრულდება ნაწარმოები, რომელიც შეიქმნა სპექტაკლისთვის, რომელიც დაიდგმება ბათუმში, უკვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთი მსახიობის ჯანმრთელობის გამო გადავდეთ და წინ უსწრებს ახლა ცოცხალი შესრულება. ნაწარმოები შეიქმნა იმ პრინციპით, რომ ცალკე როგორც ნაწარმოები მას ქონოდა ფორმა ცოცხალი შესრულებისთვის. ასე რომ სპექტაკლის განმავლობაში ის უწყვეტად მიედინება, არ აქვს წყვეტა, არცად პაუზა არ არის. გამოდის რომ რაღაც პირიქით ხდება ხოლმე. ნაწარმოებისთვის არის ამ შემთხვევაში დრამა. სიუჟეტი. ინსცენირების ავტორი გახლავთ ზაზა სიხარულიძე. ეს არის ფიროსმანი, ძალიან საინტერესო დანახული. წინასწარ ამაზე ლაპარაკი უხერხულია, მაგრამ ჩემთვის საინტერესო გახდა, იმიტომ რომ ის აბსოლუტურად სულ სხვა რაღაც სახით არის ამ შემთხვევაში მისი სულიერი სამყარო არის წინაპლანზე წამოწეული, მისი მდგომარეობა, როდესაც ის ბოლო პერიოდში იმყოფება და როცა ამთავრებს ის სიცოცხლეს, აი დაახლოებით ეს პერიოდია და მისი საუბარი აი ძალიან ღრმა სიუჟეტი არის ერთი სიტყვით და შესაბამისად მუსიკაც თავიდან გადავწყვიტე რომ ყოფილიყო როცა ვფიქრობდი რაღაცა საორკესტრო მიმართულებით მივიდოდი, თუმცა ბოლოს მივხვდი რომ ყველაზე კარგად ეხლა თქვენ წეგან საუბრობთ საგუნდო მუსიკის მნიშვნელობაზე. აი ის სულიერება რაც ეხლა მაგალითად სიუჟეტში იყო ყველაზე მეტად, იმიტომ კი არ დაუბრუნდი საგუნდო მუსიკაში რომ მე საგუნდო მუსიკა მიყვარს, იმიტომ რომ ადამიანის ხმაზე უკეთ ამას ამ მდგომარეობას უბრალოდ ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აღწერს. წარმოვიდგინეთ ახლა ხმა როგორი საოცრებაა და ესე იგი მრავალი ადამიანისგან კიდევ აი ერთ ხმაში რომ 10 ადამიანი მღერის თითო ხმაში და ეს ჟღერადობა აი წარმოვიდგინეთ ყოველგვარი რაღაცა ელექტროაპარატების გარეშე, ყოველგვარი ჩარავის გარეშე საოცარი ჟღერადობები იქნება. და მე ვფიქრობ დღეს მაინც ნაკლებობა, მე ვფიქრობ რომ უფრო მეტი საგუნდო მუსიკა სჭირდება ჩვენ სივრცეს და უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდება, იმიტომ რომ მაინც პროცენტულად ნაკლებია მსმენელი. და
ვინც ისმენს საგუნდო მუსიკას, ვინც მოდის უბრალოდ საგუნდო კონცერტზე, ის გაუცებული მიდის. იმიტომ რომ შეუძლებელი აი ამ რხევებს რაღაც გამომყავდე. ანუ სისხლში და ხორცში გრძნობ ამ ყველაფერს. საოცრება, ფანტასტიკა, ასე რომ მე ვისურვებდი და ურჩევდი მსმენელებს, რომ იმისთვის რომ მიიღონ ძალიან დიდი სულიერი საზრდო, მობრძანდნენ საგუნდო კონცერტებზე. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. სულ მინდოდა შენთვის მეკითხა, იმიტომ რომ მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი ხარ და შეიძლება ითქვას, ნუ ესტრადაზეც, ანუ ვოკალურადაც, რა ვიცი, როგორც დირიჟორი, ყველანაირად. ჩემთვის საინტერესო არის, როგორც კომპოზიტორი, რა ვიცი, ყოველ მხრივ. ჩემთვის საინტერესო არის არაფერში არ ვარ. ორივესთან მაქვს პრინციპში. აღარ დატოვა. ზუსტად ასეთი. რომელი მიმართულება არის შენთვის ყველაზე საყვარელი და აი თუ გამოყოფდი რომელიმე ნაწარმოებს და ასევე მინდა ვისაუბროთ აი ცოტა დრო დაგვრჩა და მინდა რომ ჩავეტიოთ განსხვავებაზე კაპელებს შორის მუშაობაზე აფხაზეთის საგუნდო კაპელასა და თქვათ საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას შორის აი თუ არის სხვაობები აი რაღაც საინტერესო პროფესიული მიმართულებით პირველ რიგში ჩემთვის რომელია ძვირფასი ნაწარმოები, რას გულისხმობთ, ანუ ჩემი ნაწარმოები? თუნდაც. ან თუნდაც, ნუ სხვისი ნაწარმოები, ყველაზე საყვარელი. არ ვიცი, აი ნებისმიერი ბახის პრელუდია მაგალითად. ნახე მაინც. ხო, აი რა თქმა უნდა. რა გითხრათ? ყველა გენიალურია, ყველა საოცარია. კარგი, შენი ნაწარმოებებიდან? ჩემი ნაწარმოებებიდან არ ვიცი. უნდა თქვათ მაინც. ერთი ყველაზე საყვარელი. მაშინ ჩემი აი, არ ვიცი, საყვარელს ვერ ვიტყვი, მაგრამ გამოვყოფდი ემოციურად ჩემს ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებს საგუნდოს, ნოსტალგიას, რომელიც შექმნილია იმ წლებში, ბავშვურ წლებში და ძალიან ბევრ ბავშვურ ემოციას მიღვიძებს, სუფთა ემოციას აღვიძებს ჩემში და ძალიან ნოსტალგიურია ის ჩემთვის. დიდი მადლობა. ეს შემიძლია ვთქვა და რაც შეეხება განსხვავებებს, განსხვავებები არის და არც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი რეპერტუარი საკმაოდ მასშტაბურია, იმიტომ რომ დიდი გუნდია და გაცილებით უფრო ესე იგი დიდი ტილოების ამ შემთხვევაში შექმნა შეუძლიათ მათ და ჩვენი კოლექტივი არის კამერული და მობილური, აბსოლუტურად რეპერტუარის თვალსაზრისით არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ამბავია, რაღაცებს დავძლებთ ჩვენ, რაღაცა სჭირდება მასა უფრო დიდი და დანარჩენს აჩიკო უკეთ დიახ, არის ნაწარმოებები, როდესაც ჩვენ მაგალითად 60 კაციან გუნდს გვირჩევნია რომ იმღეროს 30-მა, დაახლოებით იმდენი რამდენი ძვიად ყავს, იმიტომ რომ ეს კომპოზიტორის სტილს, პარტიტურის, ასე ვთქვათ, იმ სამყაროს შეესაბამება და ეს უნდა გამოვლენილი იქნეს ცოტა უფრო ისეთი კამერული შემადგენლობით და როგორ ზუსტად ამბზანა რაც შეეხება რეპერტუარს და ასევე შესაბამისად სამუშაო პრინციპი ზუსტად შეიძლება აფხაზეთის კაპელაში ალბათ უფრო ინდივიდუალურად მეტი მუშაობა არის შესაძლებელი და ამას ეს გარკვეული ფუფუნებაა, იმიტომ რომ გუნდი თითოეული ჭანჭიგისგან შედგება და რაც უფრო ღრმად ჩაეძიები სათითაოდ მომღერალს, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებ. ზოგადად ეს კაპელაც სიტყვა ჩვენთან ბევრ გუნდს ქვია კაპელა, დიდსაც, პატარასაც, რაც სინონიმია ერთგვარად გუნდისა და კამერულსაც მოიცავს, დიდ გუნდებსაც მოიცავს და საინტერესო იყო, მოკეთ მე მგონი საინტერესო მოხდა გამოგვიყვება რომ ეს ტრადიცია 3 ოქტომბერი ვეპატიჟებთ. 3 ოქტომბერს აუცილებლად ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს. წისვლა და წარმოადგენს ერთი წუთით დაფიქრდით, აბა რა იქნებოდა ის ჩვენი საოცარი ჰეროიკული სიმღერები, რომელსაც დათქა გაბრეკელი, ნანი ბრეგვაძე, ზურა ანჯაფარიძე ბღეროდნენ და ეს სიმღერები იმ გუნდების და იმ კაპელის garaშე მე მგონი არ იქნებოდა ისეთი. სამწუხაროდ ადონო არჩილ, ადონო ზუიათ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ აი ამ დიდი მადლობა ანის არაჩვეულებრივი რუბრიკისთვის.